გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. რევოლუცია, რომლის აუცილებლობაზე ამდენს ლაპარაკობდნენ ნაცები, ჩაფლავდა. საინტერესო ისაა, რომ რევოლუციის ჩაფლავების შესახებ ყველა მიცოდა წინასწარ. იცოდით ჩვენ, თქვენ, იცოდნენ მათ, ვინც ჩვენსა და ნაცებს შორის დგანან და აქეთ-იქით იყურებიან. იმათაც იცოდნენ, ვინც ნაცებთან უანგაროდ არიან ჩახუტებულნი, ჩემთვის გაურკვეველი მიზეზის გამო. იცოდნენ თვით მამალ ნაცებმა და ამიტომაც თავი შეაფარეს კომფორტაბილურ ციხესიმაგრეებს, რათა მერე მრევლს პასუხი არ მოეთხოვა მათთვის. ალბათ მათმა უცხოელმა გზის მკვლევებმაც იცოდნენ, რომ არაფერი გამოვიდოდა, მაგრამ მაინც აქეზებდნენ. აქეზებდნენ ალბათ იმიტომ, რომ ამ ბრიყულ აურზაურზე ფული იყო გამოყოფილი და ის ფული უნდა ათვისებულიყო. ფულს თუ არ ითვისებ, იმ ფულს მერე მომდევნო საანგარიშო წელს გაჭრიან. ეს რკინისებრი კანონი კომუნისტების დროს მოქმედებდა, როდესაც წლის ბოლოს გამოყოფილი ბიუჯეტის თანხა სრულიად უნდა დაეხარჯა ამა თუ იმ ორგანიზაციას. თუ არ დახარჯავდა მომდევნო წელს ბიუჯეტს აკლებდნენ იმ მიზეზით, რომ თუ არ იცით ფული რაში დაახარჯოთ, ესე იგი ამხელა თანხა არ გჭირდება. და ამიტომაც ამა თუ იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელი წლის ბოლოსთვის სრულიად სულელურ პროექტებზე ხარჯავდა ფულს. დგამდა ლენინის ახალ ძეგლს სააქტო დარბაზში, ყიდულობდა თავისი კაბინეტისთვის რუმინულ ავეჯს, აწყობდა სრულიად უაზრო კონფერენციებს, საახალწლოდ პატიჟებდა ძვირად ღირებულ მსახიობებს და ასე შემდეგ. მოკლედ ასე მგონია, რომ წლის ბოლო ახლოვდება და რომელიღაც დონორის მიერ გამოყოფილი ფული უნდა ათვისებულიყო და ამიტომაც სცადეს რევოლუციის იმიტაცია, თუმცა მისი განხორციელებისა არავის სჯეროდა. აბა ვინმე თუ მეტყვის, რომ ათონელზე საპრეზიდენტო სასახლეში შეჭრა ეს რაციონალური გადაწყვეტილება იყო და რამე შედეგს მოიტანდა, მე არ დავეთანხმები. მეგობრებო, რევოლუცია გამოგონილი საბაბით ვერ მოხდებოდა, რაღაც სერიოზული წინაპირება უნდა ჰქონოდა და მხოლოდ იდიოტური შეძახილებები რუსული რეჟიმის შესახებ ხალხის მასებს ვერ გამოიყვანდა ქუჩაში და ავრორაც არ გაისროდა. რატომ აირჩიეს ასეთი ბრიყული ნარატივი და რატომ არ მოიფიქრეს რამე ისეთი, რაც მაგალითად სოციალურ პრობლემებთან იქნებოდა დაკავშირებული. და იმიტომ არ მოიფიქრეს, რომ იმ პროცესებში, რაც დაკავშირებულია დაბალ ხელფასებთან, მე ახლა კერძო სექტორს გულისხმობ, კარტელურ გარიგებებთან, ფასების არანორმალურ ზრდასთან, ნაცებიც არიან ჩართულები და ამ თემას არ ეხებიან. არ გამოურიცხავ, რომ რაღაც ბიზნეს საქმეებს ნაცი და ოსნების მხარდაჭერი ერთად პარტნიორობდნენ, დიახ, ვიცი, ასეთი ერთობლივი სქემები, თუმცა ბიზნეს პარტნიორები ბარიკადების სხვადასხვა მხარეს დგანან. სხვათა შორის ეს თემა საკმაოდ საინტერესოა და კარგად არის შესასწავლი, თუმცა მე ამის არც კომპეტენცია და არც სურვილი არ გამაჩნია. ერთს დავამატებ, მეგობრობა, ჩემი აზრით, შეუძლებელია, როდესაც ერთი ალთაზე ფიქრობს და მეორე ბალთაზე. ბიზნესში კი ეს მოსულა. ხო და ვუბრუნდები რევოლუციის მომზადება ჩატარებას. ხომ გახსოვთ 1917 წლის თებერვლის ბურჟუაზიული რევოლუცია რატომ მოხდა და რა იყო წინაპირობა? წინაპირობა კი ის გახდათ, რომ მოსკოვსა და პეტერბურგში ჭვავის პური გაძვირდა. დედაქალაქში შეიქმნა პურის დეფიციტი და იმიტომაც გაძვირდა და მუშების ცოლები გამოვიდნენ ჭვავის პურზე მოთხოვნით. ესეც საინტერესოა, თეთრი პური საკვარისად იყო, მაგრამ მუშები ჭვავის პურს იყვნენ მიჩვეულნი და მისი ნაკლებობა გააპროტესტეს. აქედან დაიწყო ყველაფერი. მომიტინგეები პურს ითხოვდნენ და არა იმას, რომ ნიკოლოზ მეორის ცოლი რატომაა გერმანელი, ძირს გერმანული რეჟიმი და ასე შემდეგ. მოდით დავასტოპებ, რადგან ახლა მე ისტორიკოსების ტერიტორიაზე ვიჭრები და დროზე გავეცლები მას, რათა არ გამკიცხონ. თემა კი მართლა საინტერესოა. მოკლედ, ჩვენმა ნაცებმა იმთავითვე არასწორი გზავნილი მოიფიქრეს რუსულ რეჟიმთან ბრძოლა. იმდენად აბსურდული და ბრიყული გზავნილი იყო, რომ დარწმუნებული ვარ თვით რუსეთში, როდესაც მათ ამიერკავკასიის ულამაზესი მიწა-წყლიდან ასეთი შეძახილებები ესმოდათ, გაუგებრობას უფევდა. კრემლის თავკაცები ალბათ ერთმანეთს გააოცებული სახეებით ეკითხებოდნენ,
განა ჩვენ ვმართავთ საქართველოს? დიახ, ერთმანეთს სახელისუფლებო დერეფნებში აჩერებენ და ეკითხებიან, შენ ხომ არ მართავ საქართველოს? არა, არც მე ვმართავ. აბა, ვინ მართავს? რა ჩვენს რეჟიმზეა ლაპარაკი? მოკლედ, მორიგი ქარიშხალი ჭიქაში. მაგრამ ალბათ სულში ძალიან ღრმად პატარა იმედის ნაპრისყალი ენთოთ, რომ იქნებ ოცნება შეშინდეს და მართლა გადმოგვაბაროსო ხელისუფლებაო. იქნებ ხალხმა დაგვიჯეროს და მილიონობით გამოვიდეს გარეთ. იქნებ ივანიშვილმა მართლა დაქოქოს რუჩნიკი თავისი თვითმფრინავი და დაუბრუნდეს მშობლიურ ჩელაბინსკს. არ გამოვრიცხავ, რომ ამის ძალიან პატარა იმედი ჰქონდათ, მაგრამ ვერ მოგართვეს. ახლა კი მთავარი კითხვა, მომდევნო არჩევნებამდე 3 წელი რა უნდა აკეთონ? ისევ რუსთაველი ტკეპნონ? ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.